როდის წავიკითხეთ პირველად, რა შთაბეჭდილება დაგვიტოვა, ვინც წაიკითხეთ და აი ეს მომენტი, ზოგადი მომენტი რომ გაუზიაროთ ერთმანეთს. პირველად გავიცანი ავტორი, როდესაც აქ იყო შემოტანილი ვერინონდა და არ მიხდია ზე უბრალოდ ერთი შიდა მეთოდური დავიქეთ დათას უჯულიას და მოწმე სიმარტოვეზე რომ მოვიგე მის რომელიც მაგის სიმარტოვე და დასაწყისში სიმარტოვე შედერდა და ბევრი ისევდა დოსტოევსკის სიმარტოვე და კაფკას სიმარტოვე და მიხდირო სულიერ გასწავლული კი ბატონო თქვენ მეც მასე ინგლისურზე რაც შემოტანილი მოციქულები და რატომ მოიწვია და ხელს აიღო და რაღაც წერა დაიცა და სიცოცხლე მიგონა რა მაგრამ მე რაღაც ჩაჭირდი შევეკითხე და რუსულად წავიკითხე და აი კითხვის დროს რაიმე ისეთი შთაბეჭდილება ხო არ გახსოვს რაიმე ისეთი მომენტი უბრალოდ მიგვიდა მას მამა რა დაიცა და იგრე მაინც ხომ მე სიტუაცია ხარ იყო მისი შვილი მაგრამ მორალურად დაიცა მაინც ხომ შვილი კი ბატონო მე მგონი ანუ თავარი მასში ჩემი თავი ანუ ბავშვობაში რა გაზრილი ყავს და სულ გამოვხდა მიუღებელობა მაშინ სოციუმში იგივე იყო მე შენი ძველი ფოტოები ნანახი მაქვს ფოტოშოპში კი რაღაცა შენ რო დაგიმატე გადმოვედი შენ გვერდზე და რაღაც ძველი ფოტოებიც იყო დედას მიერ დადებული თუ რაღაც შენი აჰა გასაგები მაგის მე დაიწყო ვარჯიში ესე იგი ხო მაგის მე და მამის ხოცვერე როგორ მამის ხოცვერე და მამის კი ბატონო კარგი თქვენ ჯერ ვაქვს აკითხული მე დავიზმ მოგეშინებს მაგრამ თიანის გავიგე ოკეი მოგეშინავს კაი დავიწყოთ მაშინ საზოგადოდ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ფრანც კაფკას შესახებ ჯერ უნდა ვთქვათ ერთი მომენტი რომ ის არის რადგანაც დღეს უფრო ხშირად იკითხება უნდა ვთქვათ რომ ის არის საკმაოდ ახალგაზრდა მოგეხსენებათ რომ ის გარდაიცვალა საკმაოდ ისეთ ასაკში სადაც 40 წლის იყო მე მგონი და მას ჰქონდა ისეთი განსაკუთრებული იდეები, ხედვა, ცხოვრების გარკვეული ტიპი იყო, რომელსაც მოუწია ისეთ ეპოქაში ცხოვრება, სადაც სწორად იყო აღნიშნული, რომ ჩვენ ყავდა ნიცშე და იყო ერთის მხრივ პოზიტივიზმი, ანუ საოცრად დიდი მოლოდინი მომავალი სამყაროს და მეორე მხრივ იყო საკმაოდ სკეპტიციზმი, საოცარი სკეპტიციზმი, სასოწარკვეთილება, რაც აი ნიცშესთან ხდება. და კაფკა არის რაღაცა გარდამავალი, ის მას აყენებენ გვერდი ალბერ კამიუს გვერდით, აყენებენ ჟან პოლ სარტრის გვერდით, მაგრამ თავისი მგრძნობელობით მე მგონია, რომ ის ახლოს დგას სწორედ აი ამ დოსტოევსკის მგრძნობელობასთან და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ მას ჰქონდა გარკვეული სახის დაავადება, ტუბერკულოზი ჭირდა, ოღონდ მაშინ ვერ კურნალობდნენ ამას და ის თანამატარებელი იყო ამ დაავადების და გამომდინარე აქედან აი ეს აქცია გამოცდილების იარაღად, ეს არის ძალიან მომენტი. მან თავისი დაავადება აქცია შინაგანი გამოცდილების საშუალებად. აი ესეთი ხედვა ჰქონდა. მისი ერთ-ერთი გვიანდელი, ადრეული ნაშრომი არის ის, რომელსაც ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ, ფრანც კაფკას მეტამორფოზა. ტერმინი მეტამორფოზა ბერძნულად მეტანოია, რაც ნიშნავს ცნობიერების ცვლილებას, რაღაცა ცვლილებას, ფერიცვალებას. ასეთი მაგალითი ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ესე ბიბლიური მაგალითი არის
როცა მორიას თაზე ქრისტე მიცვალა ფერი, ანუ აქ არის რომ ის ადამიანური ბუნება შეიცვალა ღვთაებრივი ბუნებით, მაგრამ ის რასაც ჩვენ კაფკას მეტამორფოზაში ვხედავთ, რა თქმა უნდა, ვამჩნევთ რომ ეს სხვა სახისფერი ცვალებაა, ეს რაღაცა სხვა არის. დღევანდელ ჩემს სიტყვას, რომელსაც თქვენ შემომაშველებთ თქვენს აზრებს, დავარქვი ასეთი რაღაც, რომ თანამედროვე ტოტალური შრომა და ფრანც კაფკა, ან შრომის ეთიკა და ფრანც კაფკა. ესე იგი, თუ ვისაც წაკითხული გვაქვს, რომ შემახსენოთ, გარდა ამ სიუჟეტისა, რაც როგორადაც და რანაირადაც ვითარდება, გაზდევს რაღაცა ყოველ წამს რაღაც ამბავი. რა ამბავია ეს და სად მუშაობს მთავარი პერსონაჟი? Tlian oჯახს არ ავსემზე. Tlian ოჯახს ოჯახში ფული მარტო მას მოაქვს. Tlian ოჯახს საჭმელი ფული წელი მარტო მას მოაქვს. პლუს მაგას Tlian ოჯახი არის მასე გამოგებული და მუშაობს ის როგორი ოფისში მუშაობს. რაღაცა საგენდოში მუშაობს. საგენდო ხო? ნუ რაღაცა გონდა ოფისი, იყო რაღაცა ვაჭრობა, ეს თემები, ყოველ შემთხვევაში კარგადაა შენიშნული თქვენი მხრიდან, რომ მთელი ოჯახის პასუხისგებლობა საკუთარ თავზე იღებდა, ხო სწორია? მოდი სანამ ამ სიუჟეტებში შევალთ, გარეგანი კომენტარი რო გავაკეთოთ, ზოგადად ფრანც კაფკა, რადგან რაღაც ბიუროკრატიულ ოჯახშიც მას მოუწია ცხოვრება, მისი ენა ისეთია, რომ ეს არ არის მხატვრული ენა. ანუ იმდენად მშრალი ბიუროკრატიული ენით აღწერს, რომ როცა კითხულობ, გონია რომ მართლა ხდება. ანუ ეს რაღაც გარდაინით მნიშვნელობით რაღაც კი არა, აი მართლა ხდება. მე მახსოვს პირველად რომ წავიკითხე, საკმაოდ ადრე დღეს გუშინ გადავიკითხე მთლიანი ნაშრომი, საკმაოდ ადრე წავიკითხე და თან ვიყავი ესეთი განმარტოებით სოფელში, სადაც წვიმდა და აი ამას კითხულობდი, ჩემთვის ვიწეკი რომ კითხულობდი და აი განსაკუთრებით მაშინ შევედი იმ სივრცეში, რასაც კაფკა ფთავაზობს. რაღაცა განმარტოებით სივრცეში და თითქოს აი მე მემართებოდა ლამის ისეთი ენა აქვს. ძალიან ისეთი სამართლებრივი ენა, აი სამართლებრივი ენაში გადატანითი მნიშვნელობით არაფერი არ არის. მოკლედ სიუჟეტი, ვინც არ ვიცით, უნდა ვთქვათ, რომ გრიგოლ ზამთრა, მთავარი პერსონაჟი, ილუზებს ერთ დღეს და აღმოაჩენს, რომ ის საშინელ მწერადაა გადაქცეული. ენა ისეთია, რომ ისე ვამბობ, როცა მკითხველი ამას კითხულობს, გონია, რომ მას ემართება. ის ეტაპობრივად ჯერ კომუნიკაციაში შედის, მისი სიტყვები გამოითქმის და მათი ოჯახის წევრებს ესმით, მაგრამ თანდათან ეტაპობრივად კარგავს ამ ენასაც და საბოლოო ჯამში საშინელ მწერად გადაიქცევა, არაა დაკონკრეტებული ეს ხოჭოა თუ რა არის, უბრალოდ საშინელი მწერი. ჩვეულებრივ საჭმელებს, როგორცაც ყოველდღურად ის იგებებოდა ადამიანურ საკვები, ეს უკვე აღარ მოსწონს. სიუჟეტი არის განვითარებული, რომ ის სამსახურში მიდის დილი 7 საათი, უნდა ჩამოდის მატარებელზე ის აგვიანებს, უნდა წამოდგეს, ვეღარ დგება, აი ეს ფიქრები ამის შესახებ, საზრუნავის ფიქრები, შრომის ფიქრები, საწუხარი და ასე შემდეგ. და საბოლოოდ არის ესეთი მომენტი, რომ სამსახურიდან თანამშრომელი მოდის, მისი ერთ-ერთი უფროსი მოიკითხავს, თუ რატო დააგვიანა მატარებელზე, ანუ არის ტოტალური კონტროლი და ამ სხვათა შორის ძალიან საინტერესო მომენტია, რომ გრიგოლ ზამთრას პერსონაჟი აწუხებს არა ის, რომ რა დაემართა მას, თუ რა ემართება, არამედ ის, რომ ის სამსახურში აგვიანებს. ეს ძალიან სიმბოლური მომენტია და ამას მე უფრო გავხსნით, რასაც ისი საბოლოო სათქმელიც მე მინდა რომ ვთქვა. გავყვეთ სიუჟეტს. საბოლოო ჯამში მოახერხებს ოთახიდან რაღაცნაირად კარების გამოღებას, გასვლას, დაინახავენ საშინელ სურათს, ეს ტიპი სამსახურიდან მოსული გარბის შეზრწუნებულია, ოჯახის წევრებიც ხედავენ რაღაცა საშინელებას, ეს რა დაემართა როზამძას
და ის ბრუნდება ოთახში და ერთადერთი ვინც შედის ამ ოთახში და გარკვეულ ზრუნველობით მომენტს იჩენს საკვების სახით რაღაცების ზეწარის გამოცვლა იქნება თუ ასე შემდეგ არის მისი მცირეწლოვანი და სადღაც 15-14 წლის დედა ვერ შედის ოთახში, მამა ვერ შედის ოთახში და საინტერესოა ეს პროცესი. რიგორ ზამს ამ დროს ფიქრობს ის რომ რა დაემართება ოჯახს თუ კი არ წავა სამსახურში. რომ იმედი გაუცრუა თავის უფროს სამსახურში და ასე შემდეგ. რა სახის მეტამორფოზაა ეს, რა სახის ცვლილებაა, როგორ უნდა გავიგოთ. რა თქმა უნდა, ეს ის მომენტია, როდესაც ტოტალური მუშაობა შთანთქავს ადამიანს. აი მაგალითისთვის აუშვიცის წინ და აგრეთვე სტახანოური შრომა კომუნიზმში რაც იყო არა, წინსართად იყო ასეთი რამ გაგრული, რომ შრომა ათავისუფლებს ადამიანს. ბერძნებისათვის ეს იყო პირიქით შრომა მონად ხდის ადამიანს, შრომა პირიქით მიწისკენ ორიენტირებულს ხდის ადამიანს და შრომა არის მონობის ნიშანი. ბერძნული გაგებით, ანუ კლასიკური გაგებით, კლასიკურ სამყაროში ჩვენ აღარ ვცხოვრობთ, იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რაშიც ჩვენი კაფკა აღწერს. 60-ში არ არის სამი რაღაც. 60-ში არ არის ცოდვა, არ არის სიკვდილი და არ არის შრომა. ამიტომაც ბერძნებთან მთავარი ტერმინი არ იყო არა შრომა, არამედ მოცალეობა. აი მაგალითად ტერმინი შხოლე და აშხოლე. აშხოლე ნიშნავდა შრომას, შხოლე ნიშნავდა მოცალეობას. ქართულში შრომა და უშრომელობა, რომელსაც უარყოფითი, რა თქმა უნდა, უშრომელობას წინსად. ბერძნებთან შხოლე, აშხოლე იყო შრომა, ანუ უარყოფითი, ენობრივად უარყოფითი იყო შრომას, ხონდა უარყოფითი. ასევე იყო ლათინურში ოტიუმ, ნეგოტიუმ. ნეგოტიუმ ნიშნავს შრომას. ეგ არის უარყოფითი წინსარდი. ანუ კლასიკურ სამყაროში თავარი მომენტი იყო, რომ ადამიანი იყო თავისუფალი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ჰქონდა დიდი თავისუფალი დრო, ანუ ის იყო მოცალეობაში. მოცალეობაში მყოფი ადამიანი რითი იყო დაკავებული, არა უტილიტარული ცხოვრებით. ანუ თავისუფალი დრო ნიშნავდა იმას, რომ შენ არ ახარ დაკავებული მიწიერი საზრუნავებით. ორიენტირება ძალაუფლებაზე, ორიენტირება ფულზე და ასე შემდეგ. და არსებობდა ორი პრესტიჟული ცხოვრების წესი, როგორც იყო პოლის მოქალაქე და ფილოსოფოსი და მოქალაქე. პრესტიჟული იმიტომ იყო, რომ ყველა ვერ იქნებოდა, მოქალაქე იყო ის, ვინც არაუტილიტარულად ცხოვრობდა, ანუ უანგაროდ ცხოვრობდა, მას არ ჰქონდა კერძო საკუთრება, არ შეეძლო ფულის კეთება და იმეცნებდა რა არის სამართლიანობა. სამართლიანობა კი აბსტრაქტული კატეგორიაა და ვერ გამოვიყენებთ, ანგარებიანად ვერ მოვექცევით. სამართლიანობას თავში აქვს მიზეზი და არა გარეთ, ამიტომ ის მარადიულია. პოლიტიკოსს უნდა შეემეცნა რა არის სამართლიანობა და მე ემართა ამ შემეცნების შემდეგ ქალაქი. ფილოსოფოსის დაახლოებით იგივე იყო, ოღონდ ფილოსოფოსის მთავარი მომენტი იყო, რომ არა მარტო სამართლიანობა, არამედ შეემეცნებინა ჭეშმარიტება სხვადასხვა საგნის მეშვეობით. ამიტომ სკოლაც იყოფოდა ორ ნაწილად. სკოლა იყოფოდა ორ ნაწილად, თავისუფალი და არათავისუფალი. თავისუფალში შედიოდა საგნები, ლოგიკა, ასტრონომია, მუსიკა, გეომეტრია, მათემატიკა და მაგრამ ეს იყო არაგამოყენებითი. არამედ ეს ამათი ცოდნა უბრალოდ საჭირო იყო ოდენ სულიერი განვითარებისთვის. ან მიზანი ამ განათლებას ჰქონდა ოდენ სულიერი განვითარება. იყო მეორე ისიც რა ქვია, არათავისუფალი სკოლაც, სადაც საგნები ისწავლებოდა იმის გამო, რომ გამოეყენებინა აი არქიტექტურა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ესენი ისწავლებოდა, ოღონდ ეს იყო გამოყენებითი მეცნიერება, რომელსაც ერქვა არათავისუფალი.
არათავისუფალი. რომშიც იგივენაირად გრძელდება და საშუალო საუკუნეების ევროპაშიც გარკვეულწილად. ეხლა როგორი მომენტია ნახეთ. არსებობდა ჭვრეტითი ცხოვრების წესი, ჭვრეტითი ცხოვრება და არსებობდა ქმედებითი ცხოვრება. აი ორი რაღაც. ჭვრეტითი ცხოვრება და ქმედებითი ცხოვრება. როდესაც მოდის ტოტალური შრომის სამყარო, დევნის ჭვრეტითი ცხოვრებას და ჭვრეტითი ცხოვრების ფორმებს, როგორიც არის მაგალითად ბერმონაზნობა, რომელშიც მაგალითად პარიზში შეხვდებოდი ჩვეულებრივ მონასტრებს ქალაქში. ჭვრეტითი ცხოვრების ფორმებს და მის ადგილას ჩნდება ტოტალური შრომის სამყარო. ეხლა რა არის ტოტალური შრომის სამყარო? მაგალითისთვის უშუალოდ მაქს ვებერი. თუ კლასიკოსი იტყვის ასეთ რაღაცას. მე შრომობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო, მიზანი არის ცხოვრება, ცხოვრებაში ნაგულისხმევია თავისუფლება, თავისუფალი დრო, ანუ მოცალეობა და ბედნიერი ცხოვრება. ბედნიერი ცხოვრება არსებობს თავისუფალი დროისა და მოცალეობის გარეშე. ანუ ჭვრეტითი ცხოვრება არის ბედნიერი ცხოვრება, როგორც არისტოტელე გვეუბნება. ჭვრეტითი ცხოვრება, ანუ სულიერი განვითარება, შინაგანი განვითარება, მზერა, ჩვენი მზერის გადატანა პირველ საწყისების შესახებ და მიმართ, ეს არის ბედნიერი ცხოვრება. და ეხლა რა სიტყვა თანამედროვე ადამიანი? თანამედროვე ადამიანი შემდეგ რაღაცას ამბობს. მე იმისთვის ცხოვრობ, რომ ვიშრომო. ანუ შემოტრიალდა ნახეთ, თუ ერთ შემთხვევაში არის რომ მე ცხოვრობ, პირველი ნაწილი არის მე ვშრომობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო და მიზანი არის ცხოვრება, აქ შემოტრიალდა და ვამბობთ მე ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიშრომო. მე თუ შვებულებაში ვარ, ჩემ მაგილვად სხვა მუშაობს. და ასე შემდეგ. გაჩნდა ასეთი ტერმინიც თავისუფალი მეწარმეობა, ჯონ ლოკმა შემოიტანა და ბერძნებისათვის ეს იქნებოდა შავი თოვლი. იმიტომ რომ მოწარმეობა, რომელიც ორიენტირებულია მატერიისაკენ, ოდენთა გულის მოხვეჭისაკენ, ის არათავისუფალ ხელოვნებას განეკუთვნება. თავისუფალ ხელოვნება პირიქით თავისუფლება დაკავშირებული იყო ბედნიერ ცხოვრებასთან, რომელიც მოცალეობით განისაზღვრებოდა. და აქ უკვე პოლიტიკა და ფილოსოფია სულიერება. ძალიან ბევრი სულიერების ფორმები არსებობდა და კიდევ მეტი სოციოლოგია გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ არის ესეთი კვლევები, რომელიც ამბობს, რომ სადაც საშუალო საუკუნეებში ევროპაში 136 დღესასწაული აღენიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი ისვენებდა თითქმის წელიწადის ნახევარი, ანუ არ შრომობდა, ისვენებდა წელიწადის ნახევარი. ეხლა რაც გონება პლატონი გონება ასეთ რაღაცას. ღმერთებმა დიონისე და აპოლონმა მოიგონეს დღესასწაულებიო, რათა ადამიანი ეხსნა ტოტალური შრომისაგან. ახლა კიდევ ერთი პარალელი. არის ესეთი შესანიშნავი მოაზროვნე, ქალი მოაზროვნე, რაღაცებს უყვით, რომ ქალი მოაზროვნე რატო არიან კაცებიო, არიან უბრალოდ არ ვიცი. ჰანა არენტი, რომელიც არის მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის შესანიშნავი მოაზროვნე, ცნობილი თავისი წიგნებითა და თავისი გამოსვლებით, საჯარო გამოსვლებით. როდესაც 60-იან წლებში მოხდა პირველი გაფრენა კოსმოსში, მაშინ ჰანა არენტს კითხეს ასეთი YouTube-ზე დევს ეს ინტერვიუ, რომ რა არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველა ელოდებოდა, რომ აი როგორც კაცობრიობა გავიდა კოსმოსში ამას იტყოდა და ამით დაიწყო სხვა რაღაცა თქვა. თქვა ასეთი რამ, რომ იცით რა არის, კაცო, რომ გავფრინდით ჩვენ კოსმოსში, ჩვენი მონურობა გავიტანეთ კოსმოსში მიღმა. რატო? ჩვენი მონობა, ჩვენი ფუსფუსი, ჩვენი შრომა, ჩვენი ორიენტირება მიწისაკენ, აი ეს გავიტანეთ გარეთ. ეხლა მთელი ამბავი რა არის? თუ კი ჩვენ აი ამით განსაზღვრავთ ადამიანს, მაშინ რა თქმა უნდა მივიღებთ ამგვარი სახის მეტამორფოზას, როცა ადამიანი გადაიქცევა განადამიანდება, რასაც ჩვენს რიგორ ზამზას დაემართა, როდესაც ის გადაიქცა საშინელ მწერად. ორიენტირება მიუხედავად ამგვარი მდგომარეობისა, ორიენტირება ჰქონდა კლავაც შრომისაკენ,
ტოტალური შრომისაგან. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შრომის ეთიკასა და ჩვენს დღევანდელ ნაშრომზე მეტამორფოზა, ხო ზუსტად ეს კავშირშია და თუ კი გარკვეულ პარალელს გავაკეთებთ ალბერ კამუს შავ ჭირთან, შავი ჭირი შედის ქალაქში, სწორედ იმ ქალაქში, სადაც არის ორგანზომილებიანი ცხოვრება, შრომა და გართობა. ოღონდ ეს გართობაც არის შრომის ინდუსტრიის ნაწილი. ანუ ჩვენ რო ვერთობით ფულს ხარჯავთ. სადაც. ანუ ორგანზომილებიანია სამყარო. ეს არის შრომა, ტოტალური შრომა და გართობა, რომელიც ასევე გითხარით შრომის ინდუსტრიის ნაწილი. თავი მომენტი არის ის, რომ აქ ჩაკეტილი არის მეტაფიზიკა. მეტაფიზიკის გამოვლენას არ უშვებს სამყარო. თავის თავში არის ჩაკეტილი ცივილიზაცია და არ უშვებს მეტაფიზიკას, ანუ ღმერთს. შესაბამისად, თუ რა ემართება ასეთ მდგომარეობაში ადამიანს, ამის შესახებ გვეუბნება ფრანც კაფკა თავის მეტამორფოზაში, ამის შესახებ გვეუბნება დოსტოევსკი თავის განსაკუთრებით დანაშაული და სასჯელში, ამის შესახებ გვეუბნება ალბერ კამუ თავის შავ ჭირში თუ სხვა ნაშრომებში, განსაკუთრებით სიზიფეს მითში, სადაც სიზიფეუსი დაახასიათა სწორედ აი ამ ტოტალურ უსაზრისო შრომისათვის, სადაც აზრისი არის დაკარგული. ხო, შესაბამისად, თუ კი რაღაცნაირად აი ეს გლობალურად შევხედავთ ჩვენ საიმძიფროს ნაშრომს, მაშინ აღმოაჩენთ, რომ ის ეხება თანამედროვე საზოგადოების ფუნდამენტურ საწყისებს. რაღაც არასწორ პრინციპზე არის აგებული საზოგადოება. თუ კი ისევ ამბობთ სიუჟეტს გავყვებით, აქ რაღაცნაირად თქვენი დახმარება დამჭირდება სიუჟეტის განხილვის იმაზე. მე წამოვიჭრე კითხვებს და თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ. მანამდე ეს ჩემი მიმოხილვა თუ რაღაც 20 წუთიანი საუბარი იყო რომ დაგვენახა ნაშრომის გლობალური მნიშვნელობა. თუ რაიმე სახის კომენტარი, აზრი გვინდა ამ თემაზე შემიძლია მოგისმინოთ და თუ არა და მე წამოვიჭრე კითხვებს. ხორებთ. აი დავუშვათ ვიტა კონტემპლატივა ნიშნავს ჭრეტით ცხოვრებას. ჭრეტით ცხოვრებას გააჩნია კონკრეტული ფორმები. აუცილებელი არის მოცალეობა ან თავისუფალი დრო. და გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე სამყარო თავისუფალი დრო საჯარო სივრციდან გააგდო, ანუ გარიყა. ჭრეტითი, ანუ მისტიკური გამოცდილების ფორმებიც დაიკარგა. ანუ ესა უკვე სეკულარიზმი. სადაც ყველაფერი მოსულა, ასე ვთქვათ, ყველაზე მოსულა და ასე შემდეგ. და ეხლა ყველა საინტერესო რა, ისეთ თომას ჯეფერსონი, რომელსაც ქმნიდა ადამიანის უფლებათა დეკლარაციას აქ შეიტანა აი ესეთი რაღაცა part of happiness. ბედნიერი ცხოვრება, რომელიც აიღო ბერძნებისაგან, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენ ამერიკულმა საზოგადოებამ, ანუ ამერიკა ახლად რო იქნებოდა ეს მაშინდელ ამერიკაზე ლაპარაკი, რომ ამერიკა უნდა იყოს სახელმწიფო, რომელმაც ადამიანს უნდა მისცეს მოცალეობა. ანუ ვისაც უნდა ბედნიერი ცხოვრება, ანუ მოცალეობა, ამის საშუალება უნდა მისცეს სახელმწიფო. და ბედნიერება ცხოვრებაში ესე გულისხმობდა სწორედ ამგვარ ფილოსოფიურ, ანუ მოცალეობაში მყოფ ცხოვრებას. სადაც იბადება იმგვარი ტიპის გამოცდილებები, რომელიც არსებითაც გამოგვიყვანს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაში სხვადასხვანაირად არის აღწერა აი ამ ავტორების მხრიდან. ეგრეთ წოდებული განადამიანი. დღეს არის შეკითხვა, როგორ გადავარჩინოთ მოქალაქეში ადამიანი და მსგავსი თემები. კაი, რადგან ეს ზოგადი მომენტი მოვხაზეთ, გადავიდეთ აი უშუალოდ სიუჟეტურ ნახევარზე. როგორ? გაურავ? ხო. აი ამათ ჯობია.
აი ნახეთ რაღაცები გავხაზე მე, ესე იგი ასეთი რაღაცაა, ნახეთ როგორი აღწერა დასაწყისი. როცა გრეგორ სამსა ერთ დილას სფოთიანი სიზმრებიდან გამოერკვა, ნახა თავის საწყოში ვებერთელა საზარელ მწერად გადაქცეულიყო. იწვა ჯავშანივით მაგარ ზურგზე და როცა თავს ცოტაზე წამოსწევდა, ხედავდა თავის ამობურცულ ყავისფერი შეფერილობის მრგვალ ქერცლებად დანაწევრებულ მუცელს, რომელზეც საბანში ვერ ჩერდებოდა და ის იყო დაბლა ჩავარდებოდა, საკუთარ სხეულთან შედარებით საბრალო, გამხდარი, მრავალი ფეხი კი თვალს უნუგეშოდ უჭრელებდა. რა დამემართა, გაიფიქრა მან. ეს არ იყო სიზმარი. მისი ოთახი ჩვეულებრივი უბრალოდ ადამიანისათვის მეტნაკლებად პატარა საცხოვრისი. შვიდად განფენილიყო კარგად ნაცნობ 4 კედელს შორის. მაგიდის ზემოთ, რომელზეც ნიმუშად განკუთვნილი მაუდის შეუფუთავი კოლექცია ეწყო, სამსა სავაჭრო საქმის წარმომადგენელი გახლდათ. სავაჭრო საქმის წარმომადგენელი გახლდათ. და რას ფიქრობს ახლა ნახეთ. ო ღმერთო, რა მომქანცველი პროფესია ავირჩიე, დღედაღამ მოგზაურო, სამსახურის საქმეების გამო ძალიან ბევრია სანერვიულო, ვიდრე ალბათ თუნდაც საკუთარ ფირმაში და გარდა ამისა ეს მოგზაურობის ტანჯვაც ჩემთვის უკვე მოვალეობად იქცა. ზრუნვა იმაზე თუ ერთი მატარებლიდან მეორეზე როგორ გადავჯდე, მოუწესრიგებელი თან ცუდი კვება, ყოველთვის მერყევი, დროებითი არაჯეროვანი ურთიერთობები ადამიანებთან. ეშმაკმა წაიღოს ეს ყველაფერი. ვინიც ის იქნებ, კარგიც კი ყოფილიყო ეს ჩემთვის. აი ეს როდესაც ასე მდგომარეობას ხედავს. ესე იგი, შემთხვევითი არ არის ეს წინს წლებად, როცა სამსახურის ხაზგასმა ხდება. თითქოს რაღაცა სამსახურმა და პროფესიამ წარიტაცა რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი და ყურადღება სხვაგან გადაგვაქვს. მაგალითად, კარიერული წარმატება როგორც საბოლოო დანიშნულება ადამიანის. როდესაც ეს არის შემოთავაზებული ცივილიზაციისგან, აქ რაღაცეები გვმართებს ამაზე ფიქრი რამდენად მართებული და სწორია. ამაზე აქვს შესანიშნავი ფილმი ჩარლზ პერსენ ჩაპლინს, მისი გვიანდელი ფილმია, რომელსაც ქვია ჩირაღნები, ოღონდ არ შეგეშალოს რამპის ჩირაღნებთან დაკავშირებით. აქ მას აქვს ესეთი რაღაც, რომ ის იხსენებს თავის ცხოვრებას, მის კარიერას, მის წარმატებას, მის აღიარებას და ღრმად მოხუცებული ასაკში, როდესაც ვერავინ ვეღარ ცნობს, ემართება სტრესი, ემართება ისეთი განცდა, რომ თითქოს ის აღარ არსებობს, რომ ის აღარავინ აღარ არის. ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომ ესეთი მოხუცებული კაცი გადაარჩენს სრულიად ახალგაზრდა გოგონას 15-16 წლისას, რომელმაც ჩაიკეთა სასტუმრო ოთახში, გამოუშვა გაზი, დააწოდა ეს შემოდის, ხსნობს რა ხდება, მიხვდება რომ აქედან არის გამოსული, შეანგრევს კარებს და აღმოჩნდეს რომ ულამაზესი გოგო და ასე რაღაცა გააკეთა. მოაფხიზლებს, მოასულიერებს, უვლის, თანაგრძნობა, აი მთელი თანაგრძნობა ექნება ამ გოგოსადმი, რომელმაც ასეთი რაღაცა გადაწყვიტა ამ ასაკში. და როდესაც მოუსულიერდება ეს გოგო და ესეთი დაუბრუნდება სახე. თერაპია გაივლის და დაუბრუნდება სახე ამ კაცთან ურთიერთობებით. მე ხდება რომ აღმოაჩენს რომ ამ კაცსაც დაახლოებით იგივე რაღაცა ჭირს. საბოლოოდ და ეს გოგო ზემოქმედებს მე მასზე პოზიტიურად. საბოლოო ჯამში ჩარლზ პერსენ ჩაპლინის სიტყვა არის რომ თავარი მომენტი ცხოვრებაში არის თანაგრძნობა მეორე ადამიანისადმი და არა ის მითი, რომელმაც თანამედროვე საზოგადოებამ შემოგთავაზა კარიერის და კულტივირების სახით. თუ დავაკვირდებით ეს კარიერა როგორ უპირისპირდება კერძო ბედნიერებას, ანუ სიყვარულს, ბუნებრივ ურთიერთობას, ოჯახს, რაღაცნაირად ითხოვს გარკვეული სახის შეწირვას რაღაცეების იმისთვის, რომ ვიყოთ
თეატრის ცენტრში, სცენაზე და გვიკრავდნენ ტაშს, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ, ვისაც აკითხული გვაქვს, ეხა როგორი იყო დის ურთიერთობა? მე ვთქვი, რომ ერთადერთი იყო, ვინც უნავდა ასეთ მდგომარეობაში შედიოდა ოთახში. პირველად იყო ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ შორის, მაგრამ დრო და დრო გადაიქცა მოდელდებად, მოდელდებოდნენ გადაიქცა ზისხა და იმის შემდეგ თვითონ გვეკრიკო გრიგორი შეიძლება თქვა ან გრეგორი, რა ვიცი, გრეგორი. იმის შემდეგაც როგორ ეგონა მისი დისტანცია, რაც მოიყვანა ამან თერაპია ადამიანური გზნობამცა და აქ ძალიან განხილული მუსიკასთან, იმიტომ რომ მუსიკაში მინიატურით ამგვარად მიშელოვანია ადამიანის პაროში არა მარტო ახლა ან საუკუნეებში, არამედ უძველეს ისტორიაში და სიგრესოვნად ადამიანური იყო და რომ მივიდა, ამის შემდეგ მისი და კანრის და შობლებიც და მისი მიუღებლობა უკვე ხაზი გაუწევია იმაზე, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც მივიდა ისაკაკი. ისიც შეგიძლია თუ რუსული გინდა, გამოურიო რუსული რა. ხო, პრობლემა არ არის, ხო. ხო, აბა. ანალიზს გასახმარ იმას უმეტესობაში, დასაწყისში თავისი დაუბრუნდა ყველაფერში, მაგრამ მე როდესაც დიდი დრო დავიდოდი და მას უყვებასაც სულიერად აიხადა და ერთი უნდა რომ გაიშვა, რადგან ასვე ხედავდა, რადგან მოვალება ჩათვალა მანცებო. და ბოლოს ეგრეს გავიდა. ხო, აი მეც ვფიქრობ, რომ აქ ერთი მომენტი ხაზ გაუსვიმეს ახლა რა პაულო. მაგრამ რაღაცნაირად იყო აქ ჩართული, რომ და რადგან 15 წლის იყო, რაღაცა ბუნება კარნახობდაო, მას რომ ესეთი რაღაცები გაეკეთებინაო. აი ხანდახან არის რომ ჩვენ ამბობთ, რომ აი როგორი ღირსეული ადამიანია, რომ ეს გააკეთა, მაგრამ ხანდახან არის ეს მომენტი, რომ სინამდვილეში მისი ზნეობრივი თვისება კი არ იყო ეს. ბუნებამ უკარნახა, აი ბავშვს ხო აქვს რაღაცა ორიენტირება, რომ რაღაცა ისეთი ჩაიდინოს, ისეთი გააკეთოს, რაც შეიძლება ცენტრში ამყოფოს, რაც შექებამ დაიმსახუროს. ხო, ეგეთი რაღაცა და შედიოდაო ესაო და შედიოდა ამ ოთახში და იმის გამო რომ აი ეს დედა და მამა ვერ შედიოდა. ხანდახან არის რომ თანახმობა გაუჩნდება რომ ჩოლებურ საჭმელს რო უდებს ვეღარ ჭამს, რაღაცა მომპალ საჭმელს რო ჭამს და ამთავრებს და მოასუფთავებს ასე რომ ვთქვათ, ერთხელ თქვა დამ რომ აი დღეს მოასუფთავაო რაღაცა და ეს გეგოს ზამზას უკვე ესმის ეს და ამბობს რომ აი რაღაცა თანამიგრძნო რაღაც ამ სიტუაციაში ჩემმა და მაგრამ ამ პროცესში ის კლავაც ფიქრობს ესეთ რაღაცას რომ ეხლა რა დაემართება ჩემს ოჯახს მე ვღებულობდი პასუხისგებლობას შემომქონდა მატერიალური კეთილდღეობა ოჯახში მამა არ მუშაობდა იმიტომ რომ კიოდა რაღაცა ფეხით კიოდა მოხუცებული იყო ასე შემდეგ ჩემ დავს ვუვლიდი ეხლა რაღა მოხდება და როცა მამა მეორე დღესვე დაიწყებს ფიქრს რომ ეხლა ოჯახის ბიუჯეტში რა ხდება და დანაზოგი გვაქვს რეოზანს ასე გაიგონებს და მოეწონება საკუთარი თავი რომ აი ჩემი დანაზოგი იყო ეს აი აკლავაც ვეხმარები მათ აი აქ რაღაცნაირად არის ეს მომენტი რომ ზოგჯერ პასუხისგებლობას ვაკისრებთ თავს ჩვენს უფრო მეტს ვიდრე უნდა ვატაროთ ეს პასუხისგებლობა ამასინ ჩემი ერთი კაი მოსწავლე რომელიც ჩავახშიოს უნივერსიტეტშია უკვე წერდა რომ რაღაც ასეთი ფიქრები მაქვს რომ ჩემ ოჯახს ვერ ვეხმარები მე ვთხარ მოიცილე ეს ფიქრები იმიტომ რომ ხანდახან შენ ადამიანმა შეიძლება დააკისრო საკუთარ თავს ისეთი რამ რაც არ გევალება არ უნდა ატარო ახლა ამ მომენტში არ უნდა ატარო აი აქ არის ესეთი სცენა ერთი მომენტი რომ როგორ გამოდის ის ოთახიდან დედას შეეშინდება მამა ჯერ მოსული არ არის სახლში და რომ მამა რო დაბრუნდება და რა ხდება რო იტყვის და შეშინებულ ცოლს დაინახოს გაბრაზდება და შევა ამის საცემად გალახავს რაღაც დაუშენს რაღაცა ვაშლებს და გაუკვირდება გლოზავს ასეთ რაღაც რომ ნუ თუ ეს მამა ჩემი იყო იმიტომ რომ მე მახსოვს რომ მამას რავი ფეხით კიო და რაღაცებით კიო და ეხლა როგორ მომჯობინებულია
ანუ ოჯახმა დაიწყო ისეთი შეჩეული იყო ჯერ ამ შვილს მოკონდა ყველაფერი და ყველამ შეეჩვია ჯერ მადლობას უხდიდნენ რომ როგორ რა კარგად აკეთებს ამ ყველაფერს და მერე ყველა შეეჩვია რომ ის აკეთებდა ყველაფერს და ამის გარეშე უკვე მერე ყველამ დაიწყო ცხოვრება რაღაცა მიხვდნენ რომ რაღაცების გაკეთება აუცილებელია და ყველამ ხელი გაანძრიეს რო ვთქვათ და აქ ზოგჯერ არის ეს მომენტი რომ ძალიან დიდი პასუხისგებლობას აკისრებს ადამიანი თავს ხანდახან ეს რიგოს ამზას მომენტი ჩვენს გვემართება ხოლმე როცა იმაზე მეტ ტვირთს დავაკისრებთ თავს რომელიც უნდა ვზიდოთ ან ვაბრალებთ ხოლმე თავს ისეთ რაღაცას რაც არ უნდა დავაბრალოთ და კიდე არის ეს მომენტი ზოგადი საზრისის მომენტი რომ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს მომავალი პროფესიისადმი თქვენ დასაქმდებით და რა თქმა უნდა გექნებათ ეს ფიქრი საქმიზე ორიენტირება მაგრამ ზოგჯერ ეს საქმე იმაზე მეტ მსხვერპლს ითხოვს ვიდრე საჭიროა და ნახეთ სამსახური საჭიროა მაგრამ მნიშვნელოვანი ცხოვრებაში სხვა რაღაცებია შეიძლება მნიშვნელოვანი წარგტაცოს და ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი ჩვეულებრივად ესაა ტოტალიტარული ჯორჯ ორუელი რო 1984 გაგვიგია და ვიცით არა ტოტალიტარულ რეჟიმს ასე ახასიათებს რომ ეს არის სახარების აი ჯერ წაიკითხეთ ეს სახარების ერთ-ერთი წინამძღება მე წაიკითხოთ რუელის 1984 სახარების მომენტი არის ესეთი მათესანა ნუ გეშინიათ მათი ვისაც ხორცის მოკრინება შეუულიათ არამედ გეშინოდეთ ვისაც სულის სტარტაცება შეუულიათ ორუელი თავისი 1984-ში აბსოლუტურად გენიალურად გვაჩვენებს ნაწილობრივ კაფკაც რომ რა იმართება ადამიანს როდესაც თავარ რაღაცებს კარგავს თავარ რაღაცებს კარგავს ეს არის გონიერება ეს არის სულის მომენტი შინაგანი მომენტი რაც პიროვნების განუყოფელი ნაწილია საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ნაშრომი ნაშრომი მთავრდება იმით რომ უფრო და უფრო ხდება კარგავს ადამიანი. აი ერთი მომენტია თუ გახსოვთ დას მოაფიქრდება ეს რაღაც მოდი ნივთები გავდავცალოთ ამ თაღიდან. და მაშინ გაიგონეს რომ ჩემი ერთადერთი რაღაც იყო ადამიანი მაგის აღარდაშო. აი რა ჩანს აქ თითქოს კარგს ხო ხვდება რომ და მოაჩენს რომ ეს ვა კედელზე ასულა იმიტომ რომ ნაფეხურების წებავი ხეისი აქვს ფეხები და ხერხათები და აღმოაჩენს რომ აი ზევითაა ასული. კავკას ის არა ქვია რეგორ ზამზად ცდილობდა რომ შემოვიდოდა რო არ დაენახა ასეთი შეძვრებოდა ხოლმე ამ ბივნის ქვეშ თუ ვეღარ ეტეოდა ზეწარს გადაიფენდა ხოლმე და თავისუფალ დროს აღმოაჩენდა რომ მოსწონდა უკვე ისეთ თვისებებს ანუ ორგანული გარდაქმნა ხდება რა ეს არ არის რაღაც ევოლუცია ეს არის რომ მუტაცია ხდება ანუ ორგანული აი ადამიანსაც შორის ხარისხობრივი ხოლო ხარისხობრივი განსხვავება კი არა თვისობრივი განსხვავებაა ის ადამიანი ვერასოდეს არ გახდება ჩვენ ადამიანის კატეგორია გვაქვს ამიტომ სულ ქონდა ეს კატეგორია ევოლუციით არ შეგვიძენია ხარისხობრივი განვითარება კი ბატონო და აქ ხდება რომ აი თვისებრივად ხდება უკვე ხარისხობრივად მიმსგავსება კი არ ხდება რეგულზამზას წერისადმი არამედ თვისებრივი გარდაქმნა ხდება და ხდება რომ მოსწონს უკვე რომ დადის კედლებზე და აღმოაჩენს და მოდი ხელი შეუწყოთო ანუ ის მოსწონსო და ეს კარადები რაღაცები რაც უწვია თავის სამუშაო ადგილი ხელს უშლის გავიტანოთ აქ რა ჩანს თვითონ პიროვნების წარსულის და წარსულის სანგრევა ის პიროვნების ანუ ლიჩნეს რომ ის პირადი ხო ანუ თითქოს ეგუება რომ ეს გრიგოლ ზამზაკი აღარ არის ეს რაღაც ხოჭო არის. ხო. მოდი ხოჭოს. გრიგოლ ზამზას კი არ უწყობ ხელს. ხოჭოს უწყობ ხელს, რომ კომფორტულად იქნოს თავი. ანუ რაღაცნაირად მისი გარდაქმნა ამ რაღაცა პარაზიტი არსების მიმართ, ანუ ხელშემწყობი ფაქტორი არის, რომ გარემო მათ შეუწყო ხელი, რომ ესეთი გახდა გრიგოლ ზამზა, ესეთი გამოვლინდა. გარემო შეუწყო ხელი. ჯერ ტოტალური შრომა და მეორე ამის ეს მომენტიც არის, რომ დედის მომენტი გახსოვს? დედა რო ეხმარებოდა რა უთხრა? დედა დასასრულო. აი აქ თვითონ და ვერ გაიტანდა ამ
მას რა ქვია ნივთებს და მამა სახლში არ იყო, მამა ისედაც არ დაეხმარებოდა, ეს ზარეულები და ეს მომსახურე პერსონალი ხო საერთოდ არა და დედას თხოვდა, მაგრამ პირველად შევიდა დედა მაშინ ოთახში. დამავლული იყო ის, ვერ ხედავდა და გაქონდათ ეს ნივთები და თითქოს აი ხოჭოს უწყობს ხელს, მაგრამ იგოზანდა სპიკერი. დედა იტყვის პირველად რომ მოიცაო, ესე იგი ჩვენო ხო ამითო გრიგოლის საყვარელ ნივთებს რას უტოვებთო საბოლოო ჯამშიო? ცარიელი კედლები, აბსოლუტურად ცარიელი კედლები და გახსოვთ ერთ სურათს რო ჩაებღა უჭება ის მომენტი. რატო ჩაუღა უჭება? იმიტომ რომ ერთადერთი სურათი დარჩა კედელზე, ვისი მეშვეობითაც დილო გზანზა იხსენებს რომ ადამიანია. ერთადერთი. ამიტომ ჩაებღა უჭება იმ სურათს, აღარ იმალება იმ სურათთან, რომ ჩაებღა უჭება და დარო შედის აღმოაჩენს რომ აჰა, ამას უნდა ეხა ჩემ რო ჩამოვაგდო, მას გონია რომ კარგს აკეთებს. ეხა ამ სურათიდან ჩამოვაგდებ და იმ სურათს გავიტან. ეს უნდა. ჩამოვაგდებ ძალად და დაინარცხება. გაიტანს ამ სურათს და საბოლოო ჯამში რჩება ცარიელი კედლები, ანუ მეხსიერება დაიკარგა. და საბოლოო ჯამში რიგოზანზას ადამიანობა ეკარგება. ხო? თლიანად ხოჭოდ გადაიქცევა, ვეღარ ჭამს უკვე ვერაფერს და სიმშილისგან გარდაიცვალა. და როგორ აგზელებენ ესე ცხოვრებას? ჩაულებენ. ის გათხოვდება, ის არცელებენ, because არაფერი არ მოხდარა. ჩემი აზრით მამა როგორ ძლიერდა, ანუ რო შემოვიდა და ახლა მას წინა თავებში წერა რომ მეკონდა პრობლემა ხო რაღაც და ეს მოუჭა ეს ჩემი აზრით არის ის რომ დამოკიდებელი გახდა და დისციპლინა ესე იგი მამამ შეიძინა და ოჯახის წევრებმა შეიძინა ის თვისებები, რასაც მანამდე არ ავლენდა. შეეჩვენენ რომ ყველაფერს ერთი შვილი აკეთებს ყველაფერს. და თავიდან თუ მადლიერები იყვნენ, მე ჩოლე ბუნებრივი სიტუაცია აღიქმებოდა. ამიტომ არაფერს არ აკეთებდა, არც მამა და არც. და მე რომ მოუწიათ უკვე დაიწყეს რომ აი უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. აღმოჩნდა რომ შვილთან მიმართებაშიც ანგარებიანი დამოკიდებულება ჩანს, ხო? თავიდან ვერ ამოიკითხა ამას რომ ანგარებიანი დამოკიდებულება, მაგრამ თანდათან იკითხა რომ ყველაფერს უტილიტარიზმი ანაცვლებს. უტილიტარიზმი არის, როდესაც შენ ხედავ ადამიანს გამოყენებითობის პრინციპით. ყველაფერი იზომება პირადი სარგებლით. ყველაფერი იზომება პირადი სარგებლით. ამიტომ რაღაცნაირად ზოგადი დედუქციური აზრი რო გამოვიყვანოთ. დედუქციური უჯრედობა რას ნიშნავს, იცით? ლოგიკაში არის ეს თეორია. კერძო შემთხვევიდან რომ გამოყვავს ზოგადი აზრი. კერძოს განვიხილავთ, იმიტომ რომ ზოგადი აზრი გამოვიყვანოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცნაირ კაპიტალისტურ სულისკვეთებაში გვიჩვენებს, რომ ეგეთი ადამიანი ხდება, ეგეთი არსება. ორიენტირებული შრომისაკენ, რომელსაც აზრისი არ გააჩნია და საბოლოო ჯამში განადამიანება ხდება. აი მაგალითად, დანის პირზე მორბენალი, თუ გაქვთ ასეთი ფილმი? ორი ნაწილი გვიანი 2016 წელს არ გადაღებული ბოლო. იგი რო არ გვია are you only თავარი თემა რა არის? თავარი თემა. მეხსიერებას თუ დააკარგვინებ ადამიანია, აღარ ადამიანი. და აქ რა არის fake მეხსიერებები, ხო? ანუ ჩავანაცვლოთ ნამდვილი fake მეხსიერება. ბოლო შედაცვი ხა ეს ბოლო ნაწილია. მეორე ნაწილი. სადაც იმის გონია რომ ნამდვილი ისე ვარ, მაგრამ მოჩვენოს სხვისი მეხსიერება. თვითონ არ არის ნამდვილი. fake მეხსიერება ჩანაცვლება. თუ გახსოვთ, ხო, რასაც ეხა ბოლოს ხსნიდი ჰომეროსის ოდისეუსის თემაც მეხსიერება. მეხსიერება არის შენი იდენტობის ნაწილი. ეხლა მიდის რომ ჩავანათ ის ხო არ გაიგიათ ის ნიუსი რომ პატიმრები კი არ დავსაჯოთ რამდენიმე წლით. არამედ ჩავაკენოთ, ჩავსათ ხო? კი ზუსტად ჩაუნერგოთ ცნობიერებაზე მოახდინოთ ზეგავლენა. აი მაგალითად შენ ჰოლოკოსტში არასდროს არ ყოფილ, არასდროს არ ყოფილ. ჩაგინერგავ იმ მეხსიერებას, რომელშიც შენ იყავი და შენ ნახე, როგორ ძალადობდნენ და იმავე ძალადობას აღარ ჩაიდნენ არასდროს. ხვდი და ის შემოა შენ გამოცდილებაში, რაც რეალურ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა. ესეთი რამ არ შეიძლება. ჩემი აზრით, ამას მე არ ვემხრობი არავითარ შემთხვევაში. ეს არის ადამიანში იმგვარი სახის ჩარევა,
სადაც არანაირ არჩევანს არ უტოვებთ მას და შეგვიძლია შესაძლებელი ეგეთი რაღაც დაგვიმართოს, რაც ფიგურიზამის ლოგოდომიას ვაკეთებდა. როგორ? ლოგოდომია არის იქ. ანუ თუ ის რაღაც ვაკეთებდა სულესოფი იგივე ვარ შევთითის. მორალურ ტრავმას და უტოვებენ და ადამიანი რაღაცა იქნება ის ხოლმე. ლოგოდომიის დროს ადამიანი ინდივიდუალიზდება, ანუ ოშ იმის დროს ვიარის დროს და რაღაცეთი, ჩემი აზრით, ჩვენს გერმანიაში ფსიქოლოგიური ტრავმა და ლოგოდომია ვარცია. ლოგოდომია თვალში ასე გადიან ზემოთ და და უბრალოდ სულელი ხედავ მოსულები. აგრია კეთდა მას მედიცინის გამო, ვინცაც დაუნისწრებული ხოდა ისინი. ხო, ანუ კი, ფაშისტი ექიმები ატარებდნენ ამათზე ექსპერიმენტებს, ჰოლოკოსტი მარტო ის არ ყოფილა რაღაც. იაპონიაში ყველაზე უარეს. გაგონებობას იაპონიაში და გერმანიაში ფაშისტურ აგენტებთან ანუ სუპერ სოლდატს გამოყენებდნენ, ანუ ხო, დათმინში იყო რაღაცა წელი, ის გამოება და არანაირი წილიც არ იცნობდა ანუ ფაქტიურად სუპერ. ნუ ესე დეტალურად არ ვიცი, მაგრამ ეს გენომის კორექცია და ეს თემები მაგათი მომგონილია და ეს სამწუხაროდ ხდება, ეგეთი რაღაცეები. ჩარევა ადამიანის პროცესში, რაც ნუ ბიოეთიკა იმისთვის შეიქმნა, რომ ეგეთი რაღაცეები ამის უფლება, მაგრამ ევთანაზიის უფლება გვაქვს. ვიღაცამ უთქვას, რომ აღარ მინდა რაღაც. ჩააწვენენ, უსე ხარ შეუმუშავენ. კარგი გამოგადა შეგრძნეს შეიგიმას. ანუ უთმოროს რომ იცით ანუ ექსპედიცია არის მარსზე, ყველა ხალხი მარსზე გადავა, მე იქნება შემოტევა, ისე ქვია, Q არის ვერხრასარა და გენეტიკურ კოდს შეძლიან ადამიანების საერთოდ ევოლუცია მოხდება, ზოგი ხვა გახდება ზოგი რაღაცაზე, ანუ ძალიან ისეთი რაღაცა, მაგრამ გენეტიკური და თავისუფლებაზე ძალიან მეორე წერია. გასა დაავადება რა თქმა უნდა. არა, იგივე. Всегда инженеру, хорошо, შემოვლიან მარსზე, ქიუროა, ხაცი? ის თუ იცით, ნუ ჩვენ თემასთან ახლოს დგას მექანიკური პორტოხალი. ხო, კი, იგი რო არ ქვია. ხო, გიჭირო ხო, ნუ აქაც არის ეგეთი რაღაც, რომ როგორ შეგვიძლია ტექნოლოგიების ჩარევით ადამიანის გავხადოთ ეს თემები რა, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცები აქვს, მაგრამ მაინც. კარგი, ესე იგი, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი მყავს გამოსაყვანი ბაღიდან, ცოტა დასვენისე წავედით, დღეს ცოტა მოგვიწია, მაგრამ ერთი 50 წუთი კი ვაპარაკობთ. მოკლედ, ეხლა ბოლო კითხვა მაქვს, რომელიც თქვენ უნდა მოგისმინოთ. თქვენ მოისმინეთ ის, რაც მე ამ ნაშრომმა მომცა ზოგად კონტექსტში. ეხლა მაინტერესებს, ვინც წაიკითხა განსაკუთრებით მათ ეხები, რომ რისთვის დაიწერა ეს, ისი თქმა უნდათ. მეტამორფოზა არის ჩემი აზრით გამარჯვების, სიმარტოვის და კიდე პლუს მაგას ეს არის არამიურებლობას სტილში. მაგის მეტაფორა პირველ რიგში ეს კიდე ავტორი გვეუბნება მას, რომ სიმარტოვი ნამდვილად ძალიან ცუდი არ არის, გამარჯვების არაა ცუდი, უბრალოდ უნდა იცოდეთ ის, ან პესიმიზმიც ჩანს ცოტა არ არის. არა, კარგადაა, სრულიად პესიმისტურია. დაღისრულიცა ამას ვეუბნება და პროცესიც ხო. ხო, რომ ხალხი მიუღებლობა არის დავები, მიუღებლობა რასიზმი, რასიზმი არ კარგი და ხო პესიმიზმი ხო და ვერავინ ვერ უგმებს ხალხი როგორც ვართ ამას ამოსავდორი. ხო, ანუ გარემო როგორ ზემოქმედებს ადამიანს, ხო? გარემო პირდაპირ ზემოქმედებს. ნუ იესო ქრისტე არ ყავს ამ ნაზაროებში. ამიტომ გარემო ზემოქმედებს სულად ადამიანს. და პლუს მაგას ძალიან კარგი მომენტი არის, მნიშვნელოვანი, როდესაც გალახავს მამამისი და ვაში ეს და ვაში იმის დაჭერა შავდება, აი მანქე მომენტი. კი. მეტაფორა დავიჭირო ეს. მეტაფორა? აი ამაზე თუ გიფიქრია, მე რაც კითხარი, რომ ტოტალური შრომის სამყარო. აი ტოტალური შრომის სამყარო, სადაც მოუცლელი ადამიანი რათა იყოს მოცალეობაში. და მოცალეობის გულის გული არის დღესასწაული.
დღესასწაულის საკრალური მომენტი რა არის, რომ ადამიანი თავისუფლდება ტოტალური შრომისაგან და მიწისგან მზერისკენ, ზეცისკენ მზერის საშუალება აქვს. ანუ შეიმეცნოს ჭეშმარიტება. აღარ არის დრო, რომ ადამიანმა შეიმეცნოს ჭეშმარიტება. აი ეს მიიტაცა დრო ფულია, დრო მიიტაცა ამგვარმა ცივილიზაციამ. ტოტალური შრომის ცივილიზაციამ. და დავუშვათ ამ მიმართულებით თუ დაიფიქრებ, საინტერესო იქნება თუ გააღრმავებ აზრებს და მე მოგისმენ. მე ეს დავინახე მაგალითად. ხა შენ მოგისმენ. ჩემ გასწევი დაიწერა რომ მას მაგალითად შენ ახლა ნამდვილი როგორში ადამიანი რამეს ვერ გადაიქცევა ეს წერეთებად, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეგეთ დაიმართოს მაგალითად თავის ოჯახში იყოს და რო ჩაანაცვლო თავისი ოჯახში ჩაანაცვლო მაგალითად როგორც მოხდა და მამამისმა ჩაანაცვლო ხო იყო გრიგორი ადრემ თვითონ ვისაც შემოქონა მამამისმა ჩაანაცვლო მისი ფუნქცია რაც იყო მის ფუნქცია აღარ ქონდა დაგაგული ქონდა და თავი უკვე არასაჭირო ჩათვალა და სერმენად ჩათვალა თავისი ოჯახში ხო არის აქ არის იდენტობის მომენტიც არის ხო აი შენი იდენტობა თუ არის შენი საქმე დაკარგია შენი საქმე შენი საკუთარ თავს კარგავ ხო არის ეს მომენტი ამიტომ ეს გამოცდილებები რაც ამ ციკლში არის პირდაპირ ჩვენ ცხოვრებას ეხება აი პირდაპირ ეხება ჩვენ მასაც განწყობებსაც სოფხედულობასაც ყველაფერს ეხება თან პატარა ციკლინაც აი იკითხეთ იქნება თქვენ სხვა სახის გამოცდილებები გამოიტანოთ სხვა როდესაც მოგისმენთ ამაზე პირველად თავს ინტერესულად დასკან მე ცხოვრებაში არასდროს არ მომხდაზინებს ეკითხვა ეგერ სკოლის რა გამოსწონი რა ფსიქოლოგია როგორ სულ მეშა ყოველთვის მუსიკი და როცა ვიკითხე ეს გამეთილი 15 გვერდზე 5 წუთში მოვასწრებ ხო აი იკითხება ისე როგორც აი ეს რო ჩავარდები მიხვა ბოლომდე ხო და რავი ჩემი აზრით არის ანთროპოლოგიური კატასტროფა რადგანაც მოხდა აი ჭრეტის დავიწყება აი პრაქტიკულად იულიამ ბატლერ გეიტსი ამბობდა რომ აი როგორ შეუძლიაო მასწავლებელსო აი исуад могут как могут те, которые не знают, что такое одиночество, понять, что истина рождается, где светит лампа студента. Ну, როგორ შეუძლია მასწავლებელს მარტოსულობა არის ნო როგორ ანათებს ხო, აი ასე შეიძლება ვთარგმნოთ. როგორ შეუძლიათ მათ გაიგონ რომ მოსწავლეში რომელშიც შინაგანი ლამპარიანთია აი ჭეშმარიტება სწორედ იბადება, ამას ვერ გაიგებს ის ადამიანი, ვინც არ იცის განმარტოების ხელოვნება. მარტოსულობა სხვა რაღაცაა, ამას რაც ემართება მარტოსულობაა. არ უნდა მაგრამ გარიყვა და კომპლექსები სულ სხვა რაღაცაა და განმარტოების ხელოვნება სულ სხვა რაღაცაა. როგორ შეუძლიათ მათ ვისაც განმარტოების ხელოვნება არ იციან, გაიგონ რომ ჭეშმარიტება იქ იბადება, სადაც განათლებული თვალებია. მაგრამ ანთროპოლოგიური დასწავლა არის. ანთროპოლოგიური დასწავლა. ხო, ანთროპოლოგიური დასწავლა. აი მამარდაშვილი რასაც ამბობდა, თქვენ შეიძლება ჯერ არ იცით, მაგრამ მამარდაშვილი მაგდესი კაცი. აი, შენ ის ხო? ხო. ხო. მე და გამეცანა ჩაჭუ მითხრა და მისით და თურმე საით მოგშიში. ChatGPT. არის ის ეხა მაგას გამოძიებას არ დაიწყო ChatGPT. ხო, ანთროპოლოგიურ კატასტროფაზე მე რამონდაშვილს ლაპარაკობდა და ბევრი ანთროპოლოგიურ კატასტროფას თანამედროვე ადამიანს ემართება. აი, დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი წმინდა ანთროპოლოგიურ კატასტროფა. რასკოლნიკოვი არის ანთროპოლოგიურ კატასტროფა. ოღონდ დოსტოევსკი რა დოსტოევსკია, რომ არ გამოურიოს ეს. კაფკა უფრო ბუდისტია ამ კუთხით და დოსტოევსკი არის ქრისტიანი ნამდვილად, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია მოქცევა მეტანოიას კონკრეტულ პრაქტიკული მაგალითებით ნაჩვენები. ანუ რასკოლნიკოვი როგორც თანამედროვე პროგრესული ადამიანი, რომელიც ყოფს ორ ნაწილად საზოგადოებას ჩამორჩენილი დებილები და პროგრესულები, როგორ ხდება მისი მოქცევა და ჭეშმარიტების შინაგანი გამოცდილებით დანახვა. ასეთი ფილმი არსებობს მაგალითად ევროპა 51 ბერტოლუჩის რეჟისორი ნამოძლეხ. სადაც თავარი მოქმედი პირი არის ერთი ქალი, რომელიცაც დაეღუპება შემთხვევით განმორდება შვილი. ის იმიტომ რომ
არავინ არ ადანაშაულებს. მისი ბრალი არ არის სამართლებრივად. მაგრამ ის ხდება რომ მისი ბრალია, რატო იცი? დროს ატარებდა სამსახური, მეგობრები, რაღაც შუს ააქცევდა ყურადღებას და განმოვარდება ძალიან კიბიდან რა. იმიტომ რომ მისი რაღაც მეტაფიზიკურად თქოს რომ მისი ბრალია, მე ყველას ეხმარება შვილებს, ერთხელაც დაეხმარება ქურდს, რომელიც იპარავს რაღაცას და ქმარი ჩათვლის რომ აი გაგიჟდაო, საგიჟში წაიყვანს და მე ჩვენ გვიტოვებს რეჟისორი ასეთ გამოცანას. ეს ახლა შენ თვალწინ წმინდან იდგას თუ გიჟი. აბა იცი. სამაგარი ფილმია გიჩვენოთ ნამ. სტრომბოლის ასეთი ფილმია, პარემ კეთილ ჩამონათვალს. სოფლიზმის ურებით, ტარკოვსკის, ბრესონის სოფლიზმის ურებით, ტარკოვსკის სხეულშეწირვა, sacrifice. სხვადასხვა რამდენიმე კიდე გეტყვით. მას მარტოობისა და განმარტოების შორის განსხვავება ის, რომ მარტოობა არის, როდესაც არ გინდა და მარტო ხარ და განმარტოება არის, როდესაც გინდა და მარტო ხარ. მარტოობა არის რა, აი მაგალითად ახლა ესე არ არის ახლა მარტო ყოფნა აღმოაჩენ რავი არაცნობიერს, ფროიდის არაცნობიერს აღმოაჩენ, რომ შენში არის რაღაცა ძალიან ბოლოდი მიდრეკილებები, უეცარი მოწყენილობა და ამ ჯოჯოხეთის ატარებ ამ ფსიქოლოგ ჯოჯოხეთს. ანუ ამის გარდა ვერაფერს არ აღმოაჩენ. ეს არის ფროიდის არაცნობიერი ფსიქოლოგიაში ეს გამოწვევა. აქ ლაპარაკი არის იმგვარი ტიპის განმარტოებებზე, სადაც არის სულიერი ვარჯიშები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გაქვს შინაგანი გამოცდილება, რომელიც არ დაიყვანება გარკვეული ტიპის განსაზღვრებებამდე. ამიტომ როცა არის ლაპარაკი, რომ მე პიროვნული საყრდენი მაქვს და ახლა რაღაცები რომ შეიცვალოს, მე არ შევიცვლები პრინციპულად. ამ საყრდენიდან გამომდინარე ლაპარაკი სხვა შემთხვევაში ფაშისტი რომ მოვიდეს და რო გითხრას რომ ახლა თუ გინდა გაშვება ადექი და შენი ძმას ეს როლი და გაგიშვა. კაკე. იმაში როა, ოსტრავ. ამას გეკრები. ოსტრავ? კონზული. არის ნახე, მაგი შეუძლებელია შენ ნახე უნდა გქონდეს. კონზული არის, არა. ხდება მეორე სოფლიო ომის დროს დაიკავებენ ერთ ტიპს და ეუბნებიან რომ დავაი შენი უფროსი მოკალი და მე ხო. ნახავ. კაი, დავასრულოთ. დიდი მადლობა.